Badar exkurs გავაკეთებდი, როგორ დაიწყო ეს პროგრამა. და ძალიან საინტერესო იქნება ტელემაყურებლისთვის, რამე თუ ჩემი პრემიერობის დროს დაახლოებით 2 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი. და რატომ ჩაეყარა 2 წლის წინ საფუძველი? მინდა გავიხსენო ის ადამიანებიც, ვისაც დამსახურება აქვს. კონკრეტულად მე მახსოვს, რომ ჩემთან სოზარ სუბარი მოვიდა, რომელიც იყო საჯელახსოვრების მინისტრი გახლდათ მაშინ და თქვა, რომ აი განვიხილავთ ჩვენ პროექტს, რომ იაფად შეიძლება შევიძინოთ ცეხეპატიტის სამალი და ცეხეებში უნკურნალოთ ცეხეპატიტზე. მოიყვანა თავისი მოადგილეც არჩილ თალაკვაძე, ვისი იდეაც იყო და მას არ უნდა დავიწყოთ. მისგან წამოვიდა ეს იდეა. მე რა თქმა უნდა სერიოზულად განვიხილე. მისასალმებელი იყო ის, რომ თქვა $260-დან უკვე $100 ყავდათ ჩამოყვანილი, წინასწარ უკვე ევაჭრნენ. თქვა გამოშვენ კომპანიებს, ორი კომპანია მერკი და რო შეუშვებდნენ მე მგონი ამ წამალს, მე ვამბობ არა ბოლოს, რომელსაც კლიენტი უშვებს, არამედ ეს ბოლო წამალი უფრო დახვეწილია. მოკლედ მე ეჭვი გამოვთქვი, რომ მარტო ციხეებს რომ დავეხმაროთ, შეიძლება იმდენად უჭირს მოსახლეობას და მე კარგად ვიცოდი არჩევნების პროცესში ძალიან ბევრს მოგზაურობდი და ორიდან ერთი თხოვნა შეიძლება კუნალობა იყო ცეხეპატიტზე სწორედ, რომელიც ძალიან ძვირიჭდებოდა. მოკლედ დავანიშნე კომისია, თავარი იყო იდეა თალაკვაძის, სოზარმა რომელმაც მოიტანა ჩემამდე, იმის შემდგომ დავანიშნეთ კომისია და დავიწყეთ მუშაობა, რომ ციხეებზე თანხმობა მივეცით პრინციპში, რომ გადავიანგარიშეთ რა თანხებზე იყო საუბარი, მაგრამ თელ მოსახლეობაზე რომ გავრცელებულიყო.